თბილისს და ერევანს შორის ურთიერთობები სტაბილურ და პრაგმატიულ ხასიათს ინარჩუნებს. სომხეთისთვის საქართველოს მთავარი სატრანზიტო გზა, მათ შორის ჩრდილოეთი სამხრეთი დერეფანი, შავი ზღვისა და ევროკავშირის მიმართულებით, ხოლო თბილისი ერევანთან თანამშრომლობას რეგიონული სტაბილურობის ნაწილად აღიქვამს. სპეციალისტების შეფასებით ქართული სომხური ურთიერთობები გაღრმავება ევროკავშირისთვის დამატებითი შესაძლებლობა რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ თბილისიდან ჩაგვერთვება ანალიტიკოსი არმენოლოგი ლელა ჯეჯელავა. მოგესალმებით, ქალბატონო ლელა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ მაქვს საშუალება მიმართო მეზობელ და მეგობარ სომეხ ხალხს და მინდა მას უსურვო ძალიან დიდი გამარჯვებები იმ სერიოზულ გარდამტეხ ეპოქაში, რომელშიც ახლა იმყოფება როგორც სომხეთის სახელმწიფო, ასევე მთელი საერთაშორისო დღის წესრიგი. ქალბატონო ლელა, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვები რეგიონში განვითარებულ და განვითარებად ბოლო მოევლენებზე და რაც საინტერესოა, როგორ შეაფასებს სომხეთის საგარეო პოლიტიკას ამჟამინდელ ხელისუფლების? შეიძლება მე რასაც ახლა ვიტყვი სომხეთის დღევანდელ პოლიტიკასთან დაკავშირებით, სომხეთშიც გამოუჩნდნენ მას ამ აზრს კრიტიკოსები, მაგრამ მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეალური თავისუფლება მართლა ძალიან ძვირი ღირს, ამისთვის ხალხს ერებს უხდებათ სერიოზული ფასის გადახდა, რომ მათ მოიპოვონ რეალური სუვერენიტეტი და შეიძლება ის წარუმატებლობა, რომელიც ძალიან მწარედ განიცადა სომეხმა ხალხმა ყარაბაღის 44 დღიან ომში, გახდა ის მაღალი ფასი, რაც რეალურად ახლა სომხეთის ნამდვილ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს შესძენს ამ სახელმწიფოს. მართალი გითხრათ, მე ასე აღვიქვამ, რომ ეს შეიძლება ძალიან მოკლე პერსპექტივიდან დანახულ სურათში იყოს მარცხი, სომხეთის დიდ პერსპექტივასა და ფართო სურათში ეს არის განთავისუფლება იმ ტვირთისაგან, რაც ხელს უშლიდა ამდენი ხნის განმავლობაში სომხურ სახელმწიფოს, რომ ის რეალურად დამდგარიყო თავისუფლებისა და სუვერენიტეტის გზაზე. ამიტომ კარგი იქნება თუ ყველა შეეცდება, მესმის რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ ამ რაკურსში შეხედოს იმ მოვლენებს, რომელიც ბოლო წლებია სომხეთში მიმდინარეობს. მე უნდა გითხრათ, რომ როგორც ობიექტური დამკვირვებელი ვთვლი, რომ ის მშვიდობიანი გზაჯვარედინის პოლიტიკა, რომელიც აქვს სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, როგორც ამ სახელმწიფოს პოზიცია, არის საკმაოდ საინტერესო და ბევრი პერსპექტივის შემცველი. ბოლო პერიოდის მოვლენები გვაჩვენებს იმას, რომ ნელ-ნელა უკვე ხდება სომხეთში ძველი პატერნების ნგრევა, რაც შეიძლება ხელს უშლიდა სომხური სახელმწიფოს წინსვლას და განვითარებას თანამედროვე რეალობაში და მის მაგივრად უნდა გაჩნდეს უკვე ახალი პატერნები, რომელსაც დაეფუძნება გრძელვადიანი უსაფრთხოება და მშვიდობა სომხეთისა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეულწილად შეიძლება სტერეოტიპები, რომელიც არსებობდა სომეხი ხალხის წარმოდგენაში და არც დაინტერესებული ძალების დახმარების გარეშე შექმნილი, ჩვენ ვიცით როგორ მუშაობდა კავკასიის რეგიონში ისტორიულად რუსეთი, რომელსაც ერთი ინტერესი ჰქონდა მხოლოდ თავისი გავლენის გავრცელება და მაქსიმალურად ხელის შეშლა სხვა დიდი გეოპოლიტიკური აქტორებისთვის, ეხლა ნელ-ნელა ამ სტერეოტიპების ნგრევაც ხდება სომხეთში და ეს ძალიან კარგი პროცესია. მოკლედ, ბედის ირონია
შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში როდესაც იყო რეალური შესაძლებლობა შეიქმნა ერთიანი კავკასიური გეოპოლიტიკური და გეოკულტურული სივრცის ფორმირებისა, აი საქართველოში აღმოჩნდა დილემა არსებული ხელისუფლების სახით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენი რეგიონისთვის სასიცოცხლო იდეასთან, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა ძალიან კოლაბორაციულ დამოკიდებულებაში რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს არის ქართველი ხალხისთვის დიდი გამოწვევა და მინდა იცოდნენ ჩვენმა სომეხმა მეზობლებმა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ გამოწვევის მნიშვნელობას და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი საერთო კავკასიური მშვიდობისა და რეგიონალური განვითარებისა კვლავ დაბრუნდეს იმ კალაპოტში, პოლიტიკურ კალაპოტში, რომელშიც ის უნდა იყოს. ჩვენთვის რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა იმისი გაცნობიერება, რომ ნელ-ნელა იშლება წინააღმდეგობები და ზღუდეები დაუშვათ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო შორის და რომ ძალიან გეგმაზომიერი და გონივრული მუშაობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება შემცირდეს წინააღმდეგობები და მოიძებნოს მეტი შეხების და საერთო წერტილები და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან მისასალმებელი და ჩვენ საქართველოში ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რასაკვირველია ამას უყურებს ძალიან დიდი იმედით და რასაკვირველია ძალიან გვახარებს ეს ამბავი და თან მეტ სტიმულს გვიჩენს იმისთვის, რომ ჩვენც აქტიურად შევუერთდეთ ამ პროცესს, რომელიც კავკასიის რეგიონს გახდის ბევრად უფრო უსაფრთხოს, ბევრად უფრო სტაბილურს და რაც მთავარია, ორიენტირებულს განვითარებაზე, რომელიც აბსოლუტურად შესაბამისობაში მოვა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან. ეხლა არავისთვის დაფარული არ არის, რომ ყველა დიდ გეოპოლიტიკურ აქტორს, რომელიც დაინტერესებულია კავკასიის რეგიონით, მას აქვს თავისი ინტერესები ცენტრალურ აზიაში და ცენტრალური აზია პრაქტიკულად ცენტრალურ აზიაში ინტერესების გატარება კავკასიის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. აქ უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ კავკასიის სამივე სახელმწიფოში ყველა მოძებნოს თავისი კონკრეტული ფუნქცია რეალიზაციისთვის, რომელიც იქნება ხელისშეწყობი რეგიონის უსაფრთხოებისათვის, ხო? ევროკავშირიც, შეერთებული შტატებიც, სხვათა შორის ჩინეთიც და რუსეთიც ბუნებრივია დაინტერესებული არიან სწორედ ცენტრალური აზია კავკასიის ტრეკით, როგორც ენერგორესურსების და არა მარტო ტვირთების ასე ვთქვათ, ტრანზიტის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე რეგიონი. ამიტომ აი იშვიათია საუკუნეებში ერთხელ შეიძლება გაჩნდეს ეს შესაძლებლობა, რომელიც ახლა გაუჩნდა რეგიონს და სხვათა შორის უნდა ვთქვა, როგორც არ უნდა ეწყინოთ, მათ შორის სომხეთში, მე ვიცი, არის ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილი, ეს გარკვეულწილად არის დამსახურება ნიკოლ ფაშინიანის აბსოლუტურად ისეთი ძალიან შორს მჭვრეტელი პოლიტიკით. მე არ ვეხები სომხეთის შიდა სიტუაციას პოლიტიკურს, მე მინდა ის შევაფასო მხოლოდ როგორც რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში და ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირების კონტექსტში და როდესაც აი ამ პრიზმაში ვუყურებ, მე 2018 წლის ხავერდოვან რევოლუციას სომხეთში და მის შედეგებს ვთვლი, რომ
დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად იყო პოზიტიური მოვლენა სომხეთისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც უსაფრთხო თანამედროვე სახელმწიფოსი, რომელიც შეძლებს ბოლომდე საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და ნაკლებად იქნება დამოკიდებული დაუშვათ მხოლოდ ვიღაცის კეთილნებაზე, ამ შემთხვევაში რუსეთის, როგორიც ის აქამდე იყო. რუსეთმა როგორი მეგობრობა და პარტნიორობა იცის, მე მგონი სომეხი ხალხი ამაში კარგად დარწმუნდა, დაწყებული 1915 წლის მოვლენებიდან დამთავრებული ყარაბაღის 44 დღიანი კონფლიქტის პირობებში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არასოდეს სომეხ ხალხს ცდუნება იმაზე, რომ გააკეთოს, ასე ვთქვათ, თავისი სვლა რუსეთის მიმართებით აღარ ექნება, იმიტომ რომ ისტორიული პროცესი და თანამედროვე პროცესების ანალიზი უბრალოდ მათ ამის შესაძლებლობას არ მიცემს, რაც ძალიან ხელის გულზე დევს. ასე რომ ეხლა მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საქართველოს პოზიცია მომავალში და ეს უკვე არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ქართველი ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ყველა დილემა, რომელიც მის განვითარებას ხელს უშლის, მის ისტორიულ არჩევანს, რომ საქართველო არის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ამას ეწინააღმდეგება. ევროპული ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. შესაბამისად, ამიტომ ამისი თვით რეალიზაცია არის ჩვენი პოლიტიკაშიც არის ჩვენი ამოცანა, თორე ეს კულტურაში რომ სრულიად რეალიზებულია, ეს არ იწევს ქართული კულტურის განხილვის მაგალითზე. ასე რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ქართული ხალხის მცდელობით საქართველო შეუერთდება აი ამ ძალიან საინტერესო პროცესს, რომელიც ახლა რეგიონში მიდის, ინტერესთა დაახლოებისა და თავის სწორ ადგილს და ფუნქციას ამ პროცესში აუცილებლად იპოვის. მე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს სომხურ-ქართული, ასე ვთქვათ, ურთიერთობების ტანდემი, რომელიც ძალიან ბევრი რისკების დამზღვევი შეიძლება იყოს იმ პროცესების დროს, რაც განვითარდეს. ამიტომ ჩემთვის, როგორც სომხეთის, ასე ვთქვათ, მცოდნესთვის, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, სომხურ-ქართული ტანდემი აი ამ პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამის რეალიზაციას. ეს კიდევ უფრო მეტად დააზღვევს რეგიონში უსაფრთხოების რისკებს და უსაფრთხო განვითარების შესაძლებლობებს შექმნის. ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. როგორია მოლოდინი და რას ფიქრობთ, რა შეიძლება შეიცვალოს ამ არჩევნების შემდეგ? სანამ საქართველოში იქნება რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება, მანამდე სულ იქნება შესაძლებლობა, რომ გაჩნდეს პრობლემები სომხეთისათვის და არა მარტო სომხეთისათვის, ახლა უკვე აზერბაიჯანისთვისაც და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ რუსეთი ყველა ბერკეტს გამოიყენებს ამისათვის აუცილებლად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ახლა საქართველოში ჩვენ საზოგადოების დიდი ნაწილი არ შევყევით ბიძინა ივანიშვილს ფარულ არჩევნებში და ჩვენ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ვაჩვენებთ ჩვენს ღია არჩევანს, როგორია და ეს ღია არჩევანი არის რუსეთისაგან თავისუფალი, სრულად და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თავისი განვითარების ევროპული გზა დიდი ხანია აირჩია, რომელმაც აირჩია გზა, რომ იყოს მშვიდობიანი
კავკასიის ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი და ასე ვთქვათ ფიგურანტი და ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცებას და მე იმედი მაქვს რომ სომხეთის ხელისუფლებასაც კარგად ესმის რა მნიშვნელოვანია ეხლა ქართველი ხალხის ასე ვთქვათ თანადგომა და მის მიმართ სოლიდარულობა იმ თვალსაზრისით რომ სწორედ ეს არის ჩვენი მომავალი მყარი ურთიერთობების გარანტი და საწინდარი ხო აქ თავისუფალი რუსული გავლენებისაგან ხელისუფლება მომავალში მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ როგორც აქამდე შემდგომ არჩევნებში სომეხ ხალხს ეყოფა სიბრძნე მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და არჩევანს გააკეთებს არა აი იმ ტკივილებიდან და იმ ემოციებიდან გამომდინარე რომელიც ჯერ არ განელებულა ყარაბაღის ომის შემდეგ თუნდაც იმ ძალიან ღრმად გამჯდარი პატერნიდან გენოციდის პროცესთან დაკავშირებით არამედ სომხეთის მომავალი განვითარების პერსპექტივიდან გააკეთებს არჩევანს სწორედ განსაზღვრავს რა იქნება სომხეთისთვის მომავალში დიდი სარგებლის მომტანი მე რასაც ვხედავ ახლა ის ინვესტიციები რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში სომხეთში კეთდება თუ ტექნოლოგიების განვითარების NVIDIA-ს ინვესტიციები გარდა ამისა სხვა ის დასავლური ძალიან წამყვანი ასე ვთქვათ ფირმების დაინტერესება სომხეთით ის მხარდაჭერა რომელსაც დაუშვათ ამ წუთში საფრანგეთი და არა მარტო საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა სომხეთი წარმოიდგინეთ ქვეყანა იყო მხოლოდ ირანის და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და დღეს შეერთებული შტატების საფრანგეთის ბრიტანეთის რამხელა გარღვევა მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სომეხი ხალხი აი სწორედ ამ პრიზმიდან შეაფასებს არჩევნების დროს ფაშინიანის ხელისუფლებას ხო დიდ მადლობას გიხდით ჩართვისთვის ჩვენთან ეთერში იყო ანალიტიკოსი არმენოლოგი სომხეთის დიდი მეგობარი ლელა ჯეჯელავა ჩვენ კიდევ დაბრუნდებით რეგიონის მოვლენებს და ქართულ-სომხურ ურთიერთობებს ხოლო მანამდე შეგახსენებთ რომ ხვალ 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება რომელსაც ანალიტიკოსები და საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებენ საქართველოს მასშტაბით 3600-ზე მეტი საარჩევნო უბანზე მოქალაქე მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევენ. ეს არჩევნები რამდენიმე ფაქტორის გამოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს არჩევნები რამდენიმე ფაქტორის გამოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი საყოველთაო კენჭისყრა 2024 წლის დაპირისპირებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მისი შედეგები ერთგვარი პოლიტიკური ტექსტი იქნება როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციისთვის. განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც გამარჯვება ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის სიმბოლურ და პრაქტიკულ უპირატესობას ნიშნავს. არჩევნები ევროკავშირთან ურთიერთობების გაყინვის ფონზე მიმდინარეობს, რაც უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღებას მოყვა. შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან პროცესის დემოკრატიულობისა და გამჭვირვალეობას, რადგან მათი შეფასებით ეს ქვეყნის მომავალ საგარეო კურსსაც აისახება. ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოორდინებულად მოქმედებს და რამდენიმე დიდ ქალაქში საერთო კანდიდატები ყავს წარდგენილი, რითაც ისინი მმართველი პარტიის დომინაციის დასრულებას ცდილობენ. ხვალინდელი არჩევნები უპრეცედენტო ვითარებაში საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც კენჭისყრის პროცესს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის EUTHOS დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი არ აკვირდებიან.